Coaching-ი ეს არის პარტნიორული ურთიერთობა კლიენტსა და coach შორის და ამ პროცესში მიმდინარეობს კითხვების სტრუქტურიზებული კითხვების დასმა, რითიც coach-ს კლიენტი მიყავს გაცნობიერებამდე, რომელიც საკუთარ თავში აღმოაჩენს რესურსებს და პოტენციალს იმისთვის, რომ განვითარდეს როგორც პიროვნული მიმართულებით, ასევე პროფესიული მიმართულებით. განმარტებაშივია ნათქვამი, რომ coach-ი კლიენტთან პარტნიორობით მუშაობს. რაც ნიშნავს იმას, რომ არც რჩევას აძლევს, არც კონსულტაციის სეანსია, ეს არის სესია სტრუქტურიზებული, რითიც ხდება უშუალოდ კლიენტის პოტენციალის აღმოჩენა. პროფესიონალური coaching-ი მიმდინარეობს სტანდარტებისა და ეთიკის დაცვით. შესაბამისად, სწორედ აქ შემოდის ICF-ის როლი, coaching-ის საერთაშორისო ფედერაციის როლი, რომელიც არის გლობალური გაერთიანება coaching-ის, რომელიც აწესებს ოქროს სტანდარტს. რაც ნიშნავს იმას, რომ პროფესიონალური coaching-ი არის ამ სტანდარტების ქვეშ, ეთიკის დაცვით, შესაბამისი პრაქტიკაზე დაფუძნებული, მენტორინგები, შეფასებები, მუდმივი განვითარება და აი ამ ეთიკის და სტანდარტების მიხედვით ხდება coaching სესიის პროცესის წარმართვა. ICF-ის სტანდარტი, ერთ ოქროს სტანდარტი, რასაც ვეძახით, ზუსტად ეს არის, რომ coaching-ის ზღვარი არსებობს, coaching-სა და სხვა პროფესიებს შორის.